მოკლედ დავბრუნდით ჩემო ძვირფასებო და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ესე იგი შაბათს მიხოდამარო ჩვეულებრივ 10 საათის ფარგლებში გავა, ხოლო კვირას რაც შეეხება სამწუხაროდ ვერა, იმიტომ რომ ისეთი მოვლენა როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია ნამდვილად ეხა კონკურენციას მიხოდამარო ვერ გაუწევს და ვაღიაროთ. მაგრამ გვაქვს სიურპრიზი. შემდეგ კვირის სერია და იმ კვირის სერია ასე ვთქვათ გაერთიანდება და უფრო გრძელი ქრონომეტრაჟით ისე რომ ითხოვთ ხოლმე რომ შეიძლება ცოტა ქრონომეტრაჟი გადა აი ბატონო აგისრულეთ სურვილი და მოკლედ დაგველოდეთ ძალიან კარგი სერიები გელოდებათ. ახლა კი ჩემი ნიკოლოზი დღევანდელი სტუმრების შესახებ. იზღა დაგვრჩენია რომ ჩვენი სტუმრები წარვადგინოთ და ძალიან კარგი ბიჭები დამეთანხმები ჩემო პაატა გვინდა მოვიწვიოთ სტუდიაში რა ვიცი ну მოდი ბევრს არ გავაგზელებ და მართლაც კარგი ბიჭები ჩვენი მეგობრები ნიჭიერი ხალხი უდაოდ ლათინო ბიჭები მინდა წარმოგიდგინოთ შერო კაპანაძე, ფირო კაპანაძე და რომან ქიმერიძე ცოტათი შევყომდი მე თოფური არ გამომივარდეს ამ წვიტოს მაგრამ გადავრჩით ბიჭებო როგორ ბრძანდებით ალბათ ჩვენიურად არა ხა ეს ბიჭებოთი რომ მოგმართავთ კი არ გეწყინოს კაცო ასე ქვიათ უბრალოდ და ისე ლათინური ანდაზა ქვემო ლათინური ანდაზა ისი აბა რომელი ახალი ბიჭობა ძმობა ასე ვთქვათ აბარა მაგრამ სხვათა შორის მინდა ბიჭებს კიდევ ერთხელ მოვეფერო ძალიან დიდი ხანია ჩვენ ურთიერთობა გვაქვს მეგობრობ კენაცვალეთ უკვე თქვენი ჯგუფი ნუ არასრული შემადგენლობა არიან ჯერ მაგრამ არაუშავს ვერ რომ მიოსალმოთ დანარჩენ ჩვენ ბიჭებს კარგია ვიტო დავგადეთ ზერო მოიკითხო ისვენებენ რა ვთქვი ბატონო რა ვქნათ ჩვენ დავჩაგრეთ თვითონ ისვენებენ ხო და 20 წელია უკვე ხო რაც არსებობს მინიმუმი 20-ზე მეტი 23 არ არის ცოტა შეიძლება მომავალ სტუმრობაზე უკვე ლათინო კაცები ერქვათ უკვე სამოზდილები არიან 23 ავქრათ ვიზდებით რა ვქნათ ბატონო კი ბატონოედაცალე ისეთი შეკითხვა მინდა და ჯანზე ხო კარგად ახარ კი ხო ეს რას გულისხმობ ჯანზე ყოფნას დალევა ღერას თუ მაინტერესებს ეხლა როგორ ორივეში კარგა ვარ ორივე იცი რა კარგად ეთანხმება ერთჯერობით კარგად ჩვენიურად კი მაინც ეხლა ჩაოპატა არაფერ შეიძლება რო არ ვკითხოთ რა მსოფლიო ჩემპიონატია თან ახლა ლათინო ბენდი რო ქვია ლოგიკურად ახლა უნაგულშემატკივრობდნენ არგენტინას ლათინო ამერიკა ხო რა თქმა უნდა აბა ახლა თუ აქეთ უფრო ჩვენები უზბეკეთი შეგენაწვალე ოდიშით თქვენს არგენტინა ფეხბურთი ესპანეთი არგენტინას ესეთი ესპანურენოვანი ქვეყნები უფრო ხო მაგრამ მე ლათინო ბრაზილია მეფუთრება რა ვქნა გერმანია ბრაზილია დაჩაგრულები ვართ უკვე კარგა ხანია შენ რომ მეურებოდა მეო მესის გულშემატკივარი ვარ რომ მთელი ცხოვრებაო მესი ჯერ კიდევ იმას თამაშობდა კრიკეტსო მე რომ მაინც გულშემატკივარი კი ბატონო კრიკეტსაც ისე თამაშობდა რომ დიდი ფეხბურთელი გაიზრდებოდა ვიცოდი ეტყობოდა ბიჭებო რა ხდება თქვენსკენ რაღაცა გასტროლები ახალი სიმღერა რა არის ახალი გითხარ სხვათა შორის მუშაობთ მაგ თემაზე პატა შენ გინაცვალე აქტიურად რომ ახალი სტილი რა ისევე რა თქმა უნდა ტემპიანი ცოცხალი და შევეცდებით რომ რაღაც ქართული ტექსტებით კაი რაღაც სიცოცხლე შევიტანოთ ქართულ სიმღერაში ძალიან კარგი იცი რა არის მე მინდა არ ვიცი ხა შეროსთან გადავალ რა რომ ესე იგი ეგეთი ამბავია რა კორპორატიული სოლარე ბიჭის ცეკვა რა ხდებოდა ხო ახლა რამოდე კარგახრის წინ მოხდა
კორპორატიული საღამოა, აი კარგად როცხელა, აგვისტოს თვეა. კორპორატიული საღამო რა მნიშვნელობა აქვს? ხო, ну სანამ დავიწყებდეთ ერთი გოგონა ძალიან აქტიურობს რა ეს არაფანაცო და შამპანიური ჩიქით სვავსოც უნდა რომ ცოტა ადრე ალბათ შეზარხოჩდეს. ну ამ ყველაფერს ასეთი გუნება განცხო. ამ ყველაფერს მე ხვდები რა. ну სანამ ჩვენ სეტი დავიწყეთ პირველი ლაითი რაღაც შეზარხოშება რო ქვია, ხო იცი? მე გადავით უკეთ ცეცხლოვანს და აი ოლარეს მღერი ვართ რა სიმღერას. და ამ გოგომ გამოიცეკვა ბიჭი. ანუ შეიძლება ეს აქცენტიც იყო, რომ ცოტა გათამამებულიყო ან მოწონს ან რაღაც. ფეხზე გაიხადა და ცეკვავენ, რა. ფეხზე. მიდის, ხო, გადაალაგა თავის ფეხსაცმელები, გათამამდა რა. და მიდის, აი როგორი პაუზაა, იცი? ამ ბიჭმა დაატრიალა ეს გოგო და ფეხი ესე აწევი და ჩვენსკენ და მე უნდა ვთქვა, უნივერთ პაუზა და ოლარი და არაფერი არაცია და ოლარ აგვერია სუპერაფერი. მე მეკავა გიტარა და აღარ მეკავა უკვე. გამივარდა რემენია და მე კაიკაცო მე დამივარდა პასტა. ეხა საღამოა და თვითონ ბავშვები რომ მოვაშოროთ ეკრანებს. აპა რა შეიძლება. დავაძინოთ. ბავშვო ცოტა ანუ როგორი ისტორია. ბაქოში დავდივართ ხოლმე ხშირად კონცერტები გვაქვს და ეხა იქიდან კომფორტული პაჟალუსთა მანქანა გვემსახურება და ერთი ჩვენი ახლობელია რომელიც მუშაობდა იქ. კარგი კაცი, გემრიელი კაცი. ტაქსაობდა ბაქოში რომ ნახეთ შეგვეცოდა რა ეხა აქედან წასული იქ რაღაც ოჯახი უჭის და შუამავალი ვინც ყავდა კონცერტებს ვინც გიკეთებდა. თხოვეთ რომ ერთხელ მივცემთ ამ კაცს ამ ფულს გაუხარდება და წაგვიყვანს ეს და კი ბატონო არ იყო პრობლემა. ამ სიხარულით გზაში ახლა თან გვატანდნენ იქიდან ვისკი გზაშიც კეიფობთ ხალხურებს ღერი ვარ და ამასაც უხარია და ჩაგვება რა ემოციაში და ყვება თავის ისტორიებს. ვაი მაგ ისტორიას. და უცებ აუზა და ესეთ ისტორიას ყვება რა გადახვევა არის. ნუ ხამდენი ხანი ხომ მუშაობ. აქ ერთი გოგო მუშაობს მაღაზიაში. ყავას მოწონს ძალიან ეს ხანი რა. თბილისში შეხვედრა მეგობარია. როგორ ახლა შვები უმშევარი ვარ რაღაც ორშვილი ეს ის და წამოდიო ბაქოშიო იტაქსავეო მანაც დიდი ძალა აქვს. ორკაპიქსი შოვიო ერთი-ორი ქართველი ვიციო გაგაცნობო შენცი შოვი ფულსო და სიკეთის გაკეთება უნდა რა. წაიყვან ეს კაცი მანქანა ტაქსი მუშაობს და გააცნო ეს გოგო რა. გავაცანიო და არის პაუზა. გავაცანი და ეს არის ნამდვილი ისტორია. მაინც ფრთხილად შემოვევლე კახეთს იყალთოს. იყალთო ბიჭები. თენ გენაცვალეთ. ხშირად ჩავდივართ, მაგარი ძმები ყავს, მაგარი გემრიელი ხალხი. ჯუჯაიჩი, ქორეიჩი, თავადი ფარნა მაყაშვილი. მეფო, ჩვენ იმერლიშვილი, ყველა. ბატონო, ნაცნობის სახელი და კარგად ვიქეიფეთ გემრიელად. მეორე დილით, ესე იგი, პახმელიაზეს, ნაბახუსევზე. გარეთ გაიშალა არაყი რამე როგორც ახლა ტრადიციულად ხო იცი როგორც ხდება და 8 საათია და დაიყროყინა ვირმა. ხო და ახლა ყურადღებას ახლა კახეთში ხარ ანუ ჩაულებრივი. თან ახლოს იყო შორს არ იყო გესმის რა. ო სადაც ჯუჯეკით ბაღი იყო არა უბრალოდ გავამახვილეთ ყურადღება ზუსტად 8 საათი იყო და მახლა რო ყოფილიყო 9-5 წუთი არაფერი პრობლემა. 8 საათზე რაღაც ზუსტად და მოვიდა 9:30. სუსტად ნახევარი გახდა და კიდე დაიყროყინა ვირმა. აი გეფიცები სიმართლე ნამდვილი ამბავია ბიჭები აქ არიან. ერთი ჩვენი მეგობარი კახელი გვეუბნება ყოველ ნახევარ საათშია ეს ამბავი რო იცოდეთო რა და ჩვენ ახლა გადავხედეთ ერთმანეთს და მეთქი რაღაცას ესენი გადაობენ რაღაცა და სვავთ რა შევზარხოშთით და რაღაც აქვთ ველოდები ახლა ვანიშნე რომ მოდი ახლა 9:30 9-ზე თუ არ მოხდა ეს ამბავი მეთქი რაღაცა დავიჭერთ. გახდა 9 საათი და ხმა არის მის არაფრის რა. მეთქი ფანა თუ ჯუჯაიჩი აღარ მახსოვს რომელი იყო? ვეფხო. 9 საათია მეთქი რა ვიბროზია ეხლაო. ეგრევე რა, აი კახური გემრიელია ვიბროზია ხმა რა აქ. კარგია. მონადირეებმა ხო იცი მიკი ბაროიცენა ცოტას რო აგრძელებენ. ხო, ნუ ყველა მონადირეს აქვს. ჩემი ძმა არის ჩვენ პატარა ძმა ყავს დიეგო. არ ვიცი ახლა მსგავსი მონადირე თუ ვინმე არის კიდე საქართველოში ეს რო არის რა.
მანიაკი. აუ, სულ დადირობა და მერე დანარჩენი. სანადიროთ არიან ბიჭები წასულიო. ნომერში ჩამჯდები არიან, ყველა ელოდება ცხოველს გამოواردება, ბათქი ბუზის გაფრენა რო არის და გავარდა თოფის ხმაუცებ და ერთ დღეში რომ აინტერესებს ახლა რომ ნახლავს რა მოკლეს. ჩავიდა და დგას ახლა ერთი მიცესროლა, ლამაზი მელა არის, ბიჭო მოკლე, მელია. ძალიან ლამაზი და კუდი ქონია ძალიან ლამაზი, ფოფინო. ამას ახლა მოვაჭრე და წევიღებ და ჩემ ცოლს გუუკეთებ ყელზეო და ეს ვინც მოკლა. შენ მაგარ გუუკეთებ შენ ცოლს, მე ცოლი არ მყავსო. გადაშორის უმაღლესი მეგობრები ყავს ვიოსალმები ჩემთვის მეგობრებს ყველას რა აბსოლუტურად ძალიან მაგარი მონაპირეები არიან. ვაიმე დედა. სოფელში ახლა ყველა მოგიხსენებათ რომ მისამართი ჩვენ სოფელს არა ხარაგაულს მთიანი სოფელია. რო ეუბნებით ჩამოხვალ. ჩვენთან როგორ არის ხო ეს კახეთ სიტყვაზე რა. ელამი გოგიას გვერდით. ახლა უნდა გაიგო ის ელამი გოგია ვინ არის. ვიღაცამ რა ვიცი ლოთის აი ესეთ ყველგან თავისი ის არის. კახეთში ეგ მობოგე. ხეებში ეგრე. კახეთის იუმორი ერთია კიდე სიტყვაზე შოშიტან თუ უბანი. ხო არის ეგეთი. მოკლედ რთული მისაგნები არ არის რა. უბნებათ არის კიდე ყოფილი. ბატონო. ვეუბნები რომ ჩამოხვალ. მოგნებით როგორ უნდა მომაგნო არ არსებობს ვინმე არ შეგხვდეს რა. და იკითხავ. ხო, იკითხავ და თუ გითხრა ვისი ხარ? რაც ვინც გინდა ეს უთხარი და ნახავ პროსტა. ხო, გამოგკითხავს როგორ სანამ მეტყვი რომ სად ვისთან მიდიხარ, ნებისმიერი რამე შეეკითხა. მე ვთქვა და დაგანახებს რა არის იმერეთი. იქვე გაიგებ იმერეთი. გაიგებ სანამ ჩემამდე მოყვალ სად მოდიხარ და სად ხარ. და ყვება ესეთ რამესო. შევხვდეთ მოხჩიკალი შევხვდა. ასაკში შესული ადამიანი კარგად ხო ვერ იხედება. ვერ გიცანი დედა ვისი ხარ შენ? ასე მითხრა. მე წავდი კიდე გამახსენდა მაიკლ ჯექსონის ვარ მაიკლ ჯექსონის. დედა ჯექსონის ბოჭი. რა ვარი? ოგვა დედა რა ვარი? არ ვიცინოდით არ მეუბნეოდი. კარგად არის კარგად. როგორ გავხარო? ვარი. გამოყლაპული. კარგია, კარგი ბიჭები ხარო, გამოხოხებ. ესე იგი, ეხლა გააქვთ ტურნე ბათუმში დაგეგმილი გასტროლები თუ არა? კონცერტები გვაქვს. კი, ძირითადად ერთ-ორჯერ კი შევხვდით ერთმანეთს პიაცაზე პატა. იქ შევხვდებით ალბათ კიდე თუ მოგვიწია ისეთი დაკავებულები ვართ, მაგრამ ნახოთ. ყოველ შემთხვევაში აუცილებლად მოგვიწევს მაგიდასთან მაინც რაღაცა თქვენ ესე იგი ასე ვთქვათ დაკმუს ნამღერს მოსმენას არაფერი არ ჯობია. არ არის ეგრეგიო ისღა დაგვრჩენია რომ ერთი აი ხასიათზე რო გაყენებ სეკვენს. ერთი იმერეთზე გამახსენდა კიდე პატა. შეგენაცვალე. ოღონდ რაღაცა კლასიკური იუმორია რა, რაღაცა უნდა გაიგო კარგად. მამა ჩემის 40-ია რა, გარდაცვლილი ყავს, მამა ცხონის მის 40-მა. კარგი ამინდია ცხელა 6 საათი 7 ასე და შეზარხოშებულია ხალხი 40 ხო ცოტა კარგი გადამეტებულადაც კეიფობენ. ხა დარბაზიდან გარეთ არის გამოსული ხალხი, ქალებიც ალკე ლაპარაკობენ, ბიჭებიც ალკე, კაცებიც ალკე. ნელ-ნელა უკვე რო იკრიბა და უნაოდგერა. ასე დგას ეს კაცი ცხონებული, აღარ არის ცოცხალი. ყირაობს, რომ თვალია რა, კაი თვალია და. რუსიკო, თორს უძახის. მე ვდგავარ ახლოს რა, რომ ხალხი რო გამოვრო დავემშვიდობო რა ხალხი. ყურადღებას აქცევ. ხო. არ არის ხმაური ფუსფუსებენ რა. მეორედ გომორა. რუსიკო. და შემომ ხო გისმენ დაიყო სახელის დავდახა. არ მეეთრევი. რა უთხარი ბიჭო, როგორ ელაპარაკები ცოლი ხალხს. რა უთხარი ახლა იმას მე ვწუდი. მე ვერ მივხვდი ის მოსულა თურმე იქ. არ მობძანდების ნიშნავს არ მეეთრევი. ყველა რეაქცია რო არავის ქონდა, მე მივხვდი თუ ეს 100 არის აქ. მე ვერ მივხვდი. არ მეეთრევი. თუ გითხარ არ მომბრძანდებიო რაღაცა ვერ არის კარგად. ანზორო. ვახ რა კარგი. ბიჭებო, ჩვენ უნდა უთხრა და რა შოვე და თქვენ არ იმღერებ. აზორი იყო ერთი კურტანით ცხონებული. დინარიდან ამოვედი ვითევზავედი, მაგრამ ბიძა ჩემი აცხონოს ღმერთმაც რავა ყველა გარდაცვლილები მყავს კაცი. ანზორი კურტანიდან ჩამოვედა. აბა ხარ ანზორი შენ გენაცვალება და ასე შეხედა. გევლი და დაინახავ.
კარგია, კარგი. კატალას ხარტული იუმორი. ბიჭებო, მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ, ესე აუცილებლად თქვენი მღერით უნდა დაემშვიდობა ჩვენს ტელემაყურებელს და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა საქართველოში ანუცხოეთია სადმე ერთმანეთს გადა. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ყველას. კაცების სტუმრები იყვნენ ლათინოს ბიჭები.